გაიძალა და რა მოაქვს კვირის ენერგიებს. როგორი ენერგიები იქნება ამ კვირაში? აბა ნახოთ. ამეჩვენებს. არის რაღაცა გარკვეული, პაუზური მომენტები ამ კვირაში. ან იწყება კვირა გაურკვეველი პაუზური მომენტებით, მაგრამ ნახეთ ჩანს, რომ მოაქვს გარკვეული სიგნალები ამ ყველაფერს. ძალიან კარგად გვიჩვენეს მუშაობის პროცესი და რა თქმა უნდა პენტაკლების დედოფალიც როგორ მოქმედებს. აქ იქნება მცირე სიურპრიზებიც, რა თქმა უნდა. შეიძლება გეგმები ბოლომდე არ შესრულდეს, თქვენი სამაგიეროდ ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით ეს კვირა. და არა ერთს, სხვათა შორის. და ნახეთ აქვე პირადსაც ეხება, ვინცაც პირადი გაინტერესებთ. და ნახეთ ახლა აი ამ სიუჟეტში რა ხდება. თქვენ ვიღაცა ებრძვით მესამე პირებს და ზუსტად ეს მესამე პირები ამ სიუჟეტიდან სადღაც ძალიან შორს, ძალიან დიდ კრიზისში გადაინაცვლებიან. ანუ ვისაც მესამე პირები ყავთ, მეგობრებო, მან ეს ხალხი მიდის ესე რაღაცნაირად თავის გზაზე. კი ბატონო, აბა მაჩვენე ახლა ემოციური ფონი ადამიანის, რომელიც მიყურებს. ემოციური ფონი პიროვნების, რომელსაც ჭირდება პასუხი. ტრანსფორმაცია ემოციურ ფონში, ძვირფასებო, ახალი გზა გაქვთ. ცვლილება. შინაგანი დაძაბულობა, სურვილი რაღაცის სწრაფად მოაგვაროთ, ძალიან სწრაფი ტრანსფორმაციის სურვილი. ძალიან ბევრს ეს ყველაფერი სხვათა შორის გამოუვა. ბევრს. ამ ენერგიებში იგრძნობა იმპულსირობა. იმპულსირობის გავლენა. და საერთოდ ჯობია სადღაც ალბათ 40%-ში ან 40 წლის შემდეგ ვინც ხართ, ჯობს სიჩქარეს მოერიდოთ და გადაწყვეტილებები გააზრებულად მიიღოთ. მაინც ასრულებისკენ მიდიხართ, უბრალოდ არ უნდა იჩქაროთ. ცოტა გაურკვევლობაში ხართ, ყველაფერში გაირკვევით ამ კვირის ფაზაში. კვირის ენერგიები ფინანსებში ვნახოთ, მოხდა. კვირის ენერგიები ფინანსებში ბევრია განდეგილში აქ, რა თქმა უნდა, ბევრს კრიზისი აქვს ფინანსური, ალბათ. და ვნახოთ კვირის ენერგიები ფინანსებში. მცირე ნაბიჯებია, მცირე კვირის განმავლობაში რაღაცა რუტინული საქმეები ჩანს და ამ რუტინული საქმეების დასრულება ჩანს. ანუ თქვენ მოაკვარებთ ამ ყველაფერს და როგორც ხედავთ, არჩევანს გააკეთებთ, ამოისუნთქავთ, დაისვენებთ. რაც შეეხება დიდ ინვესტიციები, დიდი საქმეები, რადიკალური ცვლილებები, ჯობია აქ გადადოთ, მეგობრებო, ცოტა დაპაუზებული მოვლენების ერთი წუთი. ესე იგი 50-50-ზეა. სადაც გრძნობთ, რომ არ გამოდის, კითხვის ნიშანი დგას, ებრძვით, ცდილობთ, ითხოვთ, კითხვის ქვეშ არის რაღაცა, მანდ დაპაუზდით. სადაც ხედავთ და ინტუიციად გრძნობთ, რომ უნდა იაქტიუროთ, იმოქმედოთ და ეს საქმე გამოვა და ფინანსური საკითხები ამ კვირაში
ბევრთან დალაგდებდა, ბევრთან არა, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრის, აბსოლუტურად აქ არის სწორი გზა. რადიკალურად შეიცვლება 50%-ში და 50%-ში უნდა დააპაუზოთ სიტუაცია. დამოდით ვნახოთ ახლა სიყვარული ფინანსები ხომ ნახეთ, ახლა ვნახოთ ჩვენ ურთიერთობები. კრიზისული ურთიერთობები, სამკუთხედებით ურთიერთობები სავარაუდოდ და დაღლილი გადაღლილი ურთიერთობა. და კარგი რა, მოდის ამ ურთიერთობასთან პასუხში. მოულოდნელი საუბრები, გატეხილი გულით არის ბევრი აქ, მოულოდნელი საუბრები, ლოდინის რეჟიმი ძალიან გაიწელა, რაღაცას ელოდებით ურთიერთობის მხრივ და იწევლება ძალიან. მაგრამ სამაგიეროდ გექნებათ მეტი სითბო და როგორც ჩანს, აქ რაღაცა შედგება ძალიან გულწრფელი საუბარი თქვენს პარტნიორებთან, რომელიც გაგახარებთ. ვიფასებო მომავალ შეხვედრამდე. ბედნიერ კვირას გისურვებთ.